ნაცარქექია. ქართული ხალხური ზღაპარი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი რძალმაზლი. მაზლი საშინელი ზარმაცი და ზორბატანისა იყო. არაფრის გაკეთება და მუშაობა არ შეეძლო. სულ ბუხართან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. ამისათვის ნაცარქექია დაარქვეს. ამ ნაკვერცხლიდან გავაღვივე დიდი ხანძარი. რძალი ეუბნებოდა. კაცო, ადეთი, მირაკმადეთი, აჯახში რამე შემოიტანე. თორე მე შენი რჩენის თავი არა მაქვსო. რძალმა ვერაფერი რომ ვერ გააწყო, ადგა და მაზლი კარში გამოაგდო. ნაცარქექიამ რძალს საგზაოდ ერთი გუდა ნაცარი, სადგისი და ახალი ყველის თხოვა და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთი წყალს მიადგა. გახედა და მეორე ნაპირას უშველებელი დევი დაინახა. ღმერთო, შენ მიშველეო, გაიფიქრა ნაცარქექიამ და პირჯვარი გადაისახა. დევი წყალს დასწაფებოდა და სვამდა. ნაცარქექია ძალიან შეშინდა, მაგრამ რა ეკნა? ერთი გზის მეტი არ იცოდა. აი იმ გზით ისევ შინ რძალთან უნდა დაბრუნებულიყო. თუ არა და დევის საუზმე უნდა გამხდარიყო. იფიქრა ნაცარქექიამ და ეს მოიგონა. აბა გავივლი და მტვერს დავაყენებო. ნაცარქექიამ გუდას უჩხვლიტა, გახვრიტა და რომ გაიარ გამოიარა, დიდი მტვერი დადგა. დევს გაუკვირდა. შეშინდა კიდეც, ქვა აიღო და უთხრა. აბა ამ ქვას წყალი გამოადინეო. ნაცარქექიამ უცბად ახალი ყველი ამოიღო, მაგრად ხელი მოუჭირა და თქრიალით წყალი გამოადინა. შესძახა დევს. შენე! აბა ერთი აქეთ გადმოდი. ხარზე შემისვი და წყალს გამიყვანე. რადგან ფეხის დასველება არ მინდაო. დევი მაშინვე გადმოვიდა. ნაცარქექიამ ხარზე შეისვა და უთხრა. რა ძალიან მსუბუქი ყოფილხარო. ესა იმიტომ რომ ერთი ხელი ცაზე მაქვს მიბჯენილი. აი თუ ხელი დაუშვი, მაშინ ვეღარც კი დამძრავო. რა კი აგრეა, აბა დაუშვი ხელიო. ნაცარქექიამ სადგისი ამოიღო და დევს კისერში ჩაარჭო. დევმა საშინელი ღრიალი მორთო და სთხოვა. ვაი, ისევ მოკიდე ცას ხელი, თორემ ძალიან მძიმე ყოფილხარო. როდესაც წყალს გავიდნენ, დევმა უთხრა. რა კი ასეთი ძლიერი გამოდექი, დღეს სადილად მეწვიე. ნაცარქექია შეეშინდა, მაგრამ რას იზავდა? წახვა. დევის სახლი ნაცარქექიას ძალიან მოეწონა. დაინახა ვეება კეცი ხმიადით ბუხარში შედგმული იყო. დევი სადილის მოსამზადებლად წავიდა და ნაცარქექიას დაუბარა. ხმიადისთვის ყური ეკდო. არ დამწვარიყო. ნაცარქექიას უნდოდა კეცი მოებრუნებინა, რადგან დაინახა ერთი გვერდი ძალიან შეწითლებულიყო. როგორც კი კეცს ხელი ახლო, მაშინვე გადმობრუნდა კეცი და ნაცარქექია შიგ მოხვა. ბევრი ეწვალა, მაგრამ კეცის ქვემოდან ვერადა ვერ გამოწვრა. ბოლოს დევები შემოვიდნენ ოთახში და ნაცარქექია კეცს ქვეშ მოყოლილი რომ ნახეს, გაუკვირდათ. ასო, ეს რა გიქნია? შეეკითხა ერთ-ერთი. რა
მუცელი ძალიან ამტკივდა და თბილი კეცი მუცელზე დავიდე. ეხება როგორმე ტკივილმა გამიაროს მეთქი და აი ეხლა კარგად ვარ. აი ერთი ეს კეცი. უთხრა ნაცარქექიამ. სუფრას რომ მიუსხდნენ, დევებს ღვინო შემოელიათ. აიღეს დიდი კოკა და ნაცარქექიას უთხრეს. თუ ძმა ხარ, გადი ეზოში ქვევრია. ამ ხელადით ღვინო ამოიღე და მოგვიტანეო. ნაცარქექიას შეეშინდა უშველებელი დიდი კოკა რომ დაინახა, მაგრამ მაინც გავიდა ეზოში და დიდხანს აღარ დაბრუნდა. დევებს დამოწყინდათ. გავიდნენ და ნახეს. ნაცარქექიას ხელში ბარი აეღო და ქვევრის გარშემო მიწას თხრიდა. მაგას რა შვები? რას აკეთებო? ჰკითხეს დევებმა. ჯობია რომ თლიანად ამოვიღო ქვევრი და ისე დავლიოთ. თორემ პაწაწინა ხელადით მოდანა ადამიანს მოსწყინდებაო. დევებმა იფიქრეს, ჩვენ 9 ძმამ ძლივს ჩავსვით სარიელი ქვევრი და ეს მარტო აპირებს სავსე ქვევრის ამოღებასო. შემდეგ თვითონ დევებმა აავსეს ხელა და ღვინით და შეუდგნენ სადილს. უეცრად ერთმა დევმა დააწმინა და ნაცარქექია ჭერს მიეკრა. დევებმა მაღლა აიხედეს. და ნაცარქექია რომ დაინახეს კოჩს მოჭიდებული, ჰკითხეს. კაცო, მანდ რაღა გინდა, რას აკეთებო? ნაცარქექიამ უთხრა. როგორ გაბედეთ ჩემ წინ დაცემინებაო. ეს კეპლა უნდა ჩამოვიღო და სულ გვერდები უნდა აგიწითლოთო. დევები ძალიან შეშინდნენ. ჩვენ 9 ძმამ ძლივს დავძლიეთ თითო ხე და ეს სკეპლას ეძახისო. შეშინებული დევები სახლიდან გავარდნენ და გაიფანტნენ. ნაცარქექიამაც დევების სარჩოსა და სიმდიდრეს რაც რამ ჰქონდათ სულ მთლიანად მოხვია ხელი, აკლემებს აჰკიდა და თავის რძალთან წაიღო. რძალი გაამდიდრა. ერთად ტკბილი ცხოვრება დაიწყეს. თბილი ნაცარი ვინც ის არიცის თუ ეს რაც არის ამ ნაგვერჩხლიდან გავაღვივე დიდი ხანძარი დასასრული